ამაღლების ენერგია მამა აბსოლუტის გზავნილი 6 თებერვალი 2020 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასოთა საყვარელო შვილებო. დღეს ჩვენ გადავდივართ დედამიწაზე მოცემულ მომენტში ყველაზე მაღალ ვიბრაციულ ენერგიაზე. მას ჰქვია ამაღლების ენერგია. მე მოგიყევით მის შესახებ ჩემს რამდენიმე წინა გზავნილში, ამიტომაც ახლა მე მსურს აგიხსნათ თუ რატომ გთხოვთ რომ მოვხმოთ მას რაც შეიძლება ხშირად, იმისთან მიუხედავად რომ მისი ვიბრაციები ყველასათვის არ არის მისაწვდომი. ეს ენერგია უნიკალურია იმით რომ მას შეუძლია არა მხოლოდ ადაპტირდეს უფრო დაბალი ვიბრაციის ენერგიებთან, არამედ აწიოს ისინი თავის დონემდე. აი როგორ ხდება ეს. ის ჩამოდის ადამიანის ენერგეტიკულ სივრცეში მისი გვირგვინოვანი ჩაკრის გავლით, შემდგომ აერთებს მას მე-6 ჩაკრასა და გირჩევნილ ჯირკვალთან. ამგვარად ის მიწდება ადამიანის ზედაღვთაებრივი ჩაკრების გავლით. შედეგად წარმოიქმნება ოქროსფერი სამკუთხედი, რომელიც ხდება ტელევიზორის ანტენას მსგავსი მიმღები. ეს ანტენა კი მიმართულია ერთადერთ არხზე, რომელსაც ამაღლების არხი ეწოდება. ხოლო როგორც ტელევიზორის ჩართვისას ანტენა გეხმარებათ დაიჭიროთ თქვენთვის საჭირო არხი, ამაღლების ენერგიის მოხმობისას ოქროს სამკუთხედის ანტენა გეხმარებათ დაიჭიროთ დედამიწაზე ამაღლების ენერგეტიკული არხი. შემდგომ კი მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება. ამაღლების ენერგია იწყებს მუშაობას იმ ენერგიასთან, რომელთანაც ადამიანი მოცემულ ეტაპზე მუშაობს. სინათლისა და სიყვარულის ენერგიასთან, შემოქმედის ენერგიასთან, სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგიასთან ან პირველ შემოქმედის სამყაროსეულ ენერგიასთან. ამ ურთიერთქმედების წყალობით ზემოთ ჩამოთვლილი ენერგიები იღებენ უკვე სხვა სახეს. ისინი ხდებიან უფრო გაჯერებულები, რაც ეხმარება მათ უფრო სწრაფად და ხარისხიან განწმენდონ ადამიანის ნატიფი სხეულები, რითაც დააჩქარებენ მის ცნობიერების ტრანსფორმაციას. აგრეთვე ამ ენერგიას აქვს კიდევ ერთი თავისებურება. ამაღლების ენერგიის სამება ატარებს საკრალულ დატვირთვას. ეს ენერგია არის სიმბოლო და ასახავს ადამიანის დნმ-ს ნატიფ დონეზე. დნმ-ის მესამე სპირალი, რომელიც ექნება მეხუთე განზომილების ადამიანს ნატიფ დონეზე, წარმოადგენს გირჩისებრივ ჯირკვლის ვარდისფერ ენერგიას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის ღვთაებრიობა შეიძლება გამოჩნდეს სრულფასოვნად მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს მე-7 და მე-6 ჩაკრების გარდა, რომლებიც შეესაბამება მესამე განზომილების ადამიანის დნმ-ის ორ სპირალს, მას გაუაქტიურდება გირჩისებრივი ჯირკვალი, დნმ-ის მესამე ჯაჭვი. როგორ არის დაკავშირებული დნმ-ის სპირალი ადამიანის ჩაკრასთან? საქმე ისაა, რომ გენომი არის ის ღვთაებრივი ნაბერწკალი, რომელიც ადამიანის შემოქმედის მიერ არის დანერგილი, ამიტომაც დნმ-ის სპირალები, რომლებისგანაც ის შედგება, განუყოფლად უკავშირდება ადამიანის ზედაღვთაებრივ ჩაკრებს. იმასთან ერთად, რაც ადამიანი ეშვება მესამე განზომილებაში, მისი დნმ-ის შემადგენლობა იცვლებოდა დაბალი ვიბრაციული ენერგიების ზეგავლენით. მან დაკარგა მესამე ღვთაებრივი სპირალი, რომელიც აკავშირებდა მას შემოქმედთან, მასთან ერთად კი გაუქმნა გირჩისებრივ ჯირკვალთან ენერგეტიკული კავშირი, რომელიც გადაიქცა უფუნქციო ორგანოდ. მხოლოდ ახლა იმასთან ერთად, რაც დედამიწა გადადის მე-5 განზომილებაში, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. ადამიანს უაქტიურდება გირჩისებრივ ჯირკვალი და უბრუნდება მას დნმ-ის მესამე ღვთაებრივი სპირალი. ამ პროცესში ძირითად როლს კი თამაშობს ამაღლების ენერგია. როცა ჩემო ძვირფასებო, მამა აბსოლუტი საუბრობ თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა კოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამნერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.